სალამი მეგობრებო, ცოტა დიდხნიანი პაუზა გამოგვივიდა YouTube-ზე და დიდი იმედი მქონდა რომ დაუბრუნდებოდი და გარე სივრცეში გადავიღებდი ვიდეოს, რომ უფრო სასიამოვნო, ჰარმონიული და ასე შემდეგ ყოფილიყო, მაგრამ სამწუხაროდ ამინდი არ გვიწყობს ხელს და დარბაზის ფონით უნდა დავკმაყოფილდეთ, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია რომ ვარჯიში იყოს ენერგიული, ძალიან ესეთი ნაყოფიერი და საინტერესო, განსხვავებული მოძრაობებით. დღეს გვექნება პილატესის კომპლექსი, მთლიან სხეულს დავატონუსებთ და გემრიელად დავტვირთავთ, ცოტა განსხვავებული მოძრაობები იქნება, დაახლოებით 15-20 წუთი და მოკლედ დავიწყოთ, მაგრამ სანამ დავიწყებთ, არ დაგავიწყდეთ ჩემი არხის გამოწერა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის და თუ კომპლექსიც მოგეწონებათ, აუცილებლად დამიტოვეთ უკავშირი კომენტარებში, ამითი YouTube მიხვდება, რომ ჩემი ვიდეო საინტერესოა თქვენთვის და უფრო დიდ აუდიტორიაზე დაიყვანს, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. მოკლედ, დავიწყოთ. სხდებით. აი, ასე. თუ დიდი ხნის გამომწერი ხართ ჩემი არხის, ეს პოზა გეცნობათ, თუ ახლები ხართ, არ არის პრობლემა. ესე მინჯი ჩავატრიალოთ, სამკუთხედი შევქმნათ მარჯვენა ფეხით, უკანა მარცხენა ფეხი იყურება უკან, ტერფი არის სწორად. ხელები მოვათავსოთ იმ მხარეს, სადაც ფეხი არის მოკეცილი წინ, აი ესე და აქედან ამოვზნიქოთ ზურგი ჩავაგდოთ. 1 2 3 4 5 ამ დროს ამოზნექის დროს ჩასუნთქვა, აი ესე ჩავაგდებთ, ამოვისუნთქოთ პირით. ჩასუნთქვა ხდება ცხვირით, ამოსუნთქვა პირით. 7 და 8. გავჩერდეთ რამდენიმე წამი ამ პოზაში. 1 2 3 4. ახლა მარცხენა ხელი ავიღოთ. ბრუნდებით მაქსიმალურად, აი ვცდილობთ რომ ფეხის წვერისკენ, მარცხენა ფეხის წვერისკენ წავიღოთ მარცხენა ხელიც და ამ დროს ძალიან ჩვენი ტანიც ტრიალდება, დაბრუნების დროს ოდნავ ვიხრებით. 2 3, რა თქმა უნდა, სუნთქვა არ გვავიწყდება. 4, მეორე ხელი მარჯვენა საყრდენიანო არის სწორ მდგომარეობაში, არ არის ესე მოკეცილი. 5, ბოლომდე ქვემოთ არ ჩაგვაქვს, თუმცა ახლოს ტერფთან. 6, 7 და აი ცოტა შედარებით დიდ წრეს ვაკეთებთ თავს ზემოთ. ესეც 8. ამოვიდეთ, ამ პოზიციაში ჩერდებით, ხელები წინ, ან მინჯებთან, დონჯი არ აქვს მნიშვნელობა. ამოვდივართ, ჩავდივართ. 1 კუნთის ძალით. თუ აქ გჭირდებათ საყრდენი, რამე ახლოს იქონიეთ კედელი, ან არ ვიცი, სკამი ან ნებისმიერი რამ. 3 4 5 6 7 და 8. ამოვიდეთ ზემოთ, შევცვალოთ ფეხი და დავბრუნდეთ. აქედან ახლა მარცხენა იყურება, წინ ორივე ხელი. აი ესე მოვიხაროთ, გავსწორდეთ. მოვიხაროთ, გავსწორდეთ. ჩავისუნთქოთ ცხვირით, ამოვისუნთქოთ პირით. კისერი იყვება მხრების მოძრაობას, მხრები ოდნავ იხრება, წელიც ოდნავ იზნიქება უკან, ისევ სწორდებით. 6 7 და 8. გავჩერდეთ რამდენიმე წამი. 2 3 4 5 6 7 და 8. ახლა მარჯვენა ხელს ვიღებთ, გადავიტანოთ მოხრილი ტერფისკენ. 2
3 4 5 6 7 და 8 გავჩერდეთ რამდენიმე წამი 2 3 და 4 კვლავ შემოbrუნდეთ წინ კვლავ ხელები ამოვიდეთ ქვემოთ 2 3 4 5 6 7 და 8 შემოვიტანოთ ფეხი ორივე ესე წინ ჩერდება მკერდი წინ გავიტანოთ უკან მეტი გვერდულად გაჩვენებთ აღსაქმელად ბევრად უფრო მარტივი იქნება 1 2 3 სუნდქვა არ გვავიწყდება, სუნდქვა ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია. დავაპირებ ერთი ვიდეო ცალკე ჩავწერო იმაზე, თუ მოძრაობების დროს როგორ უნდა ვისუნთქოთ. ვიცი რომ ესეთ ინფორმატიულ ვიდეოებს დიდად ბევრი ნახვა არ აქვს ხოლმე, რატომღაც არა და ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს ზოგადად შედეგზე, ყველაფერზე, იმაზე თუ რამდენად მიეწოდება ჟანგბადი ჩვენს კუნთებს ყველაფერზე მოკლედ ძალიან დიდ განავლენას ახდენს სუნთქვა, მაგრამ რატომღაც ნაკლებად ინტერესდებიან ხოლმე ასეთი თემებით, არ ვიცი რატომ. ერთი ხელი გამოვქაჩოთ. მეორე, მაგრამ აუცილებლად მაინც ჩავწერ ამ თემაზე ცალკე ვიდეოს. 5 6 7 და 8 ხელები წინ ფეხები ესე მოხრელი მუხლებს შემოვხვიოთ ხელი გადავიდეთ უკან ამოვიდეთ მოხრილი ზურგით გადავიდეთ სწორად ამოვიდეთ მოხრილი ზურგით გავახურეთ ამ ვარჯიშებით ნელ-ნელა სხეული და ახლა უფრო კორპუსზე პრესზე ორიენტირებული ვარჯიშები დაიწყება და ბოლოს ფეხებით დავასრულებთ. 2 და ბოლოს 1 და 2. ოკეი, აქედან ნელ-ნელა გადავგორდეთ ფრთხილად. აი ესე, შემოვიტანოთ ერთი ფეხი. მეორე პატარა პაუზას ვაკეთებთ და დავაკვირდით აი 1 2 ველოსიპედივით ცოტა ზემოდან ვაკეთებთ წრეებს 4 5 6 7 და 8 ვართულებთ წამოწიეთ ზედატანი 1 2 3 4 5 6 7 და 8 მოვათავსოთ ფეხი, უფრო სწორად ესე სწორად. ავიტანოთ 1, ჯერ თავი ცოტა ხანი დააბრუნეთ იატაკზე. მთლიანი ფეხი ავიტანოთ ზემოთ. მეორე 1 2 3 4 5 6 7 8 თან სუნთქავთ. აქედან წამოწიეთ ზედატანი 1 2 3 4 5 6 7 და 8 მოვკეცოთ ერთი ფეხი აი ესე მოვათავსოთ თავს უკან და აქედან ფეხი მოვწიოთ მაქსიმალურად ახლოს შუბლთან გავშალოთ გაშლილიც ამოგვაქვს 1 2 3 4 5 6 7 და
8 შევცვალოთ ფეხი, მოკეცილი არის მეორე, აი ესე და ვიწყებთ 1 2 3 4 5 6 7 და 8 შემოვიტანოთ ორივე ფეხი, ესე გადავშალოთ, შევატყუბოთ 1 2 3 4 5 6 7 და 8 გადავშალოთ, შევატყუბოთ ფეხის გულები, ესე ოდნავ ვაწვევით 2 3 4 5 6 7 და 8 ქუსლები შევაერთოთ. გვაქვს ასე თითქოს რაღაცა გვაწევს ფეხის გულებზე 2 არ ჩქარობთ 3 თან სუნთქავთ 4 5 6 7 და 8 ჩამოგვაქვს ერთი ფეხი მოვკეცოთ პატარა პულსებით აი ესე ოდნავ ვაწვევით 3 4 5 6 7 და 8 გავშალოთ 1 2 აქაც პატარა პულსები თქვენს მოქნილობის ამპლიტუდას მოარგეთ მოძრაობა არ არის აუცილებელი რომ ისე დააწყვეთ რომ რაღაცა დაიზიანოთ იმაზე ოდნავ მეტად ვიდრე შეგიძლიათ სულ ოდნავ ისე რომ სულ ოდნავ დისკომფორტს განიცდიდეთ მოვკეცოთ გავშალოთ მეორე ფეხი 1 2 3 4 5 6 7 და 8 ზემოთ 1 2 3 4 5 6 7 და 8 შემოვკეცოთ გავშალოთ ბრუნდებით გვერდზე ესე გავშალოთ ფეხები აქედან ვეყრდნობით მხარს უბრალოდ ვეყრდნობით არ ვართ ასეთი მოძრაობის დროს გვერდული მოძრაობის დროს დაკიდებულები ამოიწიეთ მაქსიმალურად ზემოთ მხარი ეცადეთ ზემოთ რა არის მხარი ეცადეთ რომ იყოს იდაყვის ზემოთ და აქედან ხელი თავს უკან ერთი ფეხი საყრდენად და ნახეთ როგორ მოძრაობას ვასრულებთ შემოვიტანოთ ხელი წინ ოღონდ არ ვარდებით ამ დროსაც მხარზე ზემოთ ვართ გავიტანოთ უკან ფეხი შემოდის წინ 1 2 ნელა ვასრულებთ მოძრაობას 3 4 5 6 7 და 8 მოვიტანოთ ფეხი, შემოვკეცოთ ორივე ფეხის წვერთან მეორე ხელი შეგიძლიათ საყრდენად დატოვოთ, მუხლი მუხლთან 1 2 დაკიდებული არ ვართ მხარზე სუნთქავთ 5 6 7 და 8 დავტოვოთ ფეხი, მხოლოდ მუხლი 2 3 4 5 6 7 8 გავშალოთ ფეხი 1 2 3 4 5
6 7 და 8 და ვამცირებთ მოძრაობის ამპლიტუდას და სიხშირეს ვსდით პატარა პულსები 3 4 5 6 7 8 1 8 3 4 5 6 7 და 8 გავაჩეროთ ჰაერში 2 3 4 5 6 7 და 8 შემოbrუნდეთ მუცელზე სანამ მეორე მხარეს შევასრულებ ხელები აი ესე შუბლი იატაკზე და ოდნავ ძალიან ფრთხილად აგვაქვს ერთი ფეხი მეორე არავითარ შემთხვევაში არ ვაგდებთ და ესეთ მოძრაობას არ ვასრულებთ უკონტროლოს ყველა მოძრაობა სრულდება კონტროლის ქვეშ 2 3 4 5 6 7 და 8 ზედატანი ამოგვაქვს ახლა ბრუნდებით 2 3 4 5 6 7 და 8 ჯერ მხოლოდ ფეხები იყო, შემდეგ მხოლოდ ზედატანი, ახლა ორივე ერთად. ფეხები და ხელები ორივე ერთდროულად ამოდის. ოღონდ კიდევ და კიდევ გიმეორებთ, რომ არ ვიქნევთ ზემოთ ხელ ფეხს. დაგვირდით 1 2 3 4 5 6 7 და 8 ხელები აი კერდთან მოვათავსოთ და ძალიან თხილად ესე ამოვიდეთ შევცვალოთ მხარე და მეორე მხარეს ვასრულებთ ყველა იმ მოძრაობას რომელიც წეღან გვერდულად შევასრულეთ პირველი ვიწყებთ გაშლილი ფეხით და თან ვაკონტროლებთ, რომ ხელიც ისე იყოს, როგორც ჩვენ გვჭირდება, ხო? ხელი თავს უკან და როცა ხელი მოდის წინ, ფეხი გადის უკან. და პირიქით. გადავშალოთ 1 2 3 4 5 6 7 და 8 შემოვიტანოთ, შემოვკეცოთ ფეხის წვერი, მუხლი 1 2 3 არ ვარდებით დრო და დრო, ვაკონტროლებთ რომ ზემოთ ვართ 5 6 7 და 8 1 2 3 4 5 6 7 და 8 ფეხი ზემოთ 1 2 3 4 5 6 7 და 8 პულსები 1 2 3 4 5 6 7 8 1 8 3 4 5 6 7 და 8 გავაჩეროთ 2 3 4 5 6 7 და 8 შემოვკეცოთ წამოვიწიოთ აქედან, დი, აქედან უფრო მარტივი
ახსაქმელი იქნება, დგებით 4-ზე, ფეხები ოდნავ განზე, მუხლები არის მენჯების ქვემოთ, გადავიდეთ, მოვიხაროთ ზურგში, დავბრუნდეთ. გადავიდეთ, ნეიტრალური წელით, მოვიხაროთ, დავბრუნდეთ. გადავიდეთ, მოვიხაროთ, დავბრუნდეთ. გადავიდეთ, მოვიხაროთ, დავბრუნდეთ. 1 2 3 1 2 და 3. აქედან ხეთ გადავდივართ, უბრალოდ ბრუნდებით. 2 3 4. ახლა ვამატებთ ასეთ მოძრაობას, ფეხის წვერი იყურება ჩემკენ, თქვენი 2 3 4. აქედან ამოვიდეთ, ფეხი დავტოვოთ ესე, ნახეთ, გვერდულად გადადის. უფრო ზუსტად რომ გაჩვენოთ, 1 2 3 4 5 6 7 და 8. მეორე ფეხი უკან 3 4 5 6 7 და 8. ამოვიდეთ ნელ-ნელა და ეს ფეხი მე შემოbrუნდები თქვენ დარჩით. 1 2 3 4 5 6 7 და 8. შემოვკეცოთ ორივე ფეხი, ხელები შევკრათ უკან, გნებავთ მოთავსდით საჯდომით ქუსლებზე, ოღონდ აქ ერთადერთი პირობაა, რომ ესე ქუსლები არ ქონდეთ გამოყრილი, გვაქვს მაქსიმალურად შიგნით, ტერფი არის სწორად, თუ ესე ჯდომა გიჭირთ, რაიმე ტიპის შემაღლებას, მაგალითად, აქ ვიდებთ კუბს და ასე ხდებით, უფრო მარტივი იქნება თქვენი ტერფებისთვის. შევკრათ ხელი, გავწელოთ მაქსიმალურად ქვემოთ და ნიკაპიც ნახეთ, კეფა შუაში და შუბლი ადის ზემოთ, ნიკაპიც იყურება ზემოთ. მოვხაროთ, თავიც ქვემოთ ჩამოდის. 1 2 3 4 5 6 7 და 8. ხელები აქ ავიტანოთ. 2 3 4 5 6 7 და 8. შემოვიტანოთ. 1 წინ გადაშლა, წინ გადაშლა, სუნთქვაც მიყვება. ამოსუნთქვა, ჩასუნთქვა, ამოსუნთქვა, ჩასუნთქვა, ამოსუნთქვა, ჩასუნთქვა, ამოსუნთქვა. ხელები მოვათავსოთ იატაკზე, გავიტანოთ უკან ფეხები, ოღონდ ნახეთ, ახლა განზე იყურება ჩვენი ფეხები, წინ გავაჩოჩოთ ხელები, ქუსლები არის საჯდომის ქვემოთ. შუბლი მოვათავსოთ იატაკზე და სადამდეც გესიამოვნებათ, იქამდე შეგიძლიათ დარჩეთ ამ პოზაში. მე დაგემშვიდობებით ამითი. თქვენ შეგიძლიათ გააგრძელოთ, იყოთ ამ პოზაში ცოტა ხანი მაინც, რამდენიმე 8, 2, 3, 8
თუ ამაინც გამიხარდება თუ დამიტოვებთ კომენტარს გამოიწერთ ჩემს არხს თუ ჯერ კიდევ არ გაქვთ გამოწერილი, იმიტომ რომ აქ დაგვხდება ძალიან ბევრი თქვენთვის სასარგებლო ვიდეო. აბა დროებით, კოცნით.